ერთ სიტყვით და მოვიდნენ, მაგრამ დააგვიანეს დატვირთვა. მაქსიმალურად გავაკეთოთ ეს. ვიჩქაროთ თუ არ ვიჩქაროთ. დაჭირია, უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად. მოვწიეთ ეს წინა. აქეთ რა ხდება? ო, ესე იგი 1 2 3, ესე იგი 1 2 და 4 ტვირთი უნდა დავტოვოთ, დავატიოთ რა. აი, წავედით. წავედით. ეხლა შორს არ არის ის მეორე პიკაპი. სანია სან-დიეგოში. ნახოთ, მოვასწრეთ ვარა, მეგობრებო, როგორ ფიქრობ? ლატარია თამაშდება, ლატარია. ოკეი. ეს ისი არ გავიდე დაცვა. უნდა გამიშვა, თორე შემოვედი ესეთი დადრილი ვაჭერი. სამუშაო პროცესი არა, მეგობრებო. აქ მთელი დაკეტილი აქვს ბუდკა და საიდან შევამჩნევდი რომ იქ შიგნით არის. მამა გამოიხედე ძმო. არ იყურება. Can go? No. Okay, thank you. სილი გაქო. ახლა სილი არ დამიყენეს, არ შეამოწმა. წავედით ახლა ჩვენ აკვებზე. როგორც მახსოვს, გონი მარცხნივ შეხება არ შეიძლება და ერთი ნახოთ რა ხდება. შეიძლება. მოგამოწუთ ადი ოპა. ადრე მახსოვდა რომ არ შეიძლებოდა შემოხება და კარგია, რაღაც შეიცვალა ბევრ რაღაცები. დიდი ხანი რო არ მყავდა. სამუშაო პროცესები არა მეგობრებო. Take the second left. Turn right at the stop sign. Then take the second left. Turn left at the traffic light. In 1/2 mile, take the ramp on the right to I-710 North. საპორტო ქალაქი რო არის ეს ლოს-ანჯელესი, სუ ტრაილერები და სუ ტვირთები და მთელი აქტივებია რა. დაგვავიწყდა რა მიგვაქვს არაფერი ჩინეთიდან ჩამოსული რაღაცა ელექტრო აწილებია რა რაღაც მიმართ რა. არა უშო შემდეგ იმაზე ამ რიარიაში რო ვარ შემდეგ იმაზე უკვე წავიდეთ რა ქვია შემდეგ იმაზე უკვე კარგად გავარკვევთ ბიზნესური ამბებით დავინტერესდეთ უფრო. მეგობრებო, ეხლა მე ვიდა ვითომ თქვენ ზიხართ ეხლა ტრაილერზე და იმაზე ზიხართ და ჩემთან ერთად ატარეთ, არა? მარჯიშობთ. ახლა კინოთეატრებში რო იყო ხოლმე ეს ატარებია და ვიხარო და ხოლმე ჩააგდეთ 20 კაპის და ვატარებდით. ვითომ აი ესეთი რაღაცა.
მეტი ისინი და Take the left ხანი on the შეგიძლებიან right. ხანი Turn ხა by მარჯვნიდან 7 and north. არ მატარებ, ეუნები გამატარებენ და არ მატარებს. მენი გიჟი დედავატირებს. აი კონტეინერები და ესენი არის local driver-ები რა. ზეპირად იციან ყველაფერი და ჩვენ ახლა ჩამოსულები ხარ არ გახსოვს ყველაფერი და მაგითმობენ რა. ჩვენ რას ვაკეთებთ? არა, თვითონ ახლა ამათ მეროს ვარ ავყრები ესე. მაგრამ მაინც ათმაგი ყურადღება გინდა რომ ასეთ მომწონება პრობლემა არ შეგიქნა რა. აი ეს კონტეინერები ვისაც დაგვთ, ეს არის გემი და გადმოაქვს კონტეინერები, მიაქვს საწყოში, მე საწყოში აფასოებენ. ეს დაფასოებელი უკვე ჩვენ მიგვაქვს ხოლმე ამერიკის მხარეს რა. და ესეთი პრინციპია. აგარ როგორ ვამბობთ? თავარია სიმშვიდე, 1000-ში გიჟი და გადარეული შევხვდება, მაგრამ მაგათ ხوار ავაგდებინეთ თავს. არა მეგობრებო. მაგრამ მაინც ყურადღება საჭირო. Long Beach. ძელი სანაპირო. 1.5 miles. Turn right on Wilmington Avenue. Delamo self-storage რაღაც საწყობია. ჩვენ 2 მილი დაგვრჩა, როგორც ვიცი, საბუთებში ეწერა რომ პოსტის რაღაც წერილები მიგვაქვს რა. გონი აი ნახოთ არ ვიცი რომ მივარ ადგილზე უფრო გავარ გქონს. სულ საწყობებია, საწყობები. მარჯვნივ, მარცხნივ. ყველგან ტრაილერები დგანა. ვიდა 18,450. Wilmington Avenue. აქეთ საწყობებია, აქეთ საცხოვრებელი სახლები. ეს სპეციალურად კედელი მიუყვება, ბეტონის კედელი ბლოკებით, რომ ხმარ შევიდეს იმ სახლებში. ეს ხმის დამახშობელი კედლებია რა. აი საწყობი ჩანს რაღაც 700 ფიტი დაგვრჩა და მე გადატვირთული არ არის რაღაც აი დასატვირთი ადგილი იქნება ალბათ. Arrive at AG 450 South Wilmington Avenue on the right. აი ეს არის ჩვენი საწყობი. მე ალბათ უნდა შევიდე კიბე. შესასვლელი საიდან არის ალბათ აქედან ავიდე. შენობა 1950 მაგ ტრაილერი ვერ შევა. ალბათ შემდეგ შესაშვებში. ვაუბრობთ მასიები, ვიქტორია. აი საწყობები კი ახლა ნახეთ რა სუფთად არის ყველაფერი. აქ შევიდე ვითო? ამა შევაჭრათ. ეს არის კი. Santa Monica. Apa. აგერ ყოფილა შესასვლელი ტრაილერი კი შევარდა. Apa. ეს მისამართია.
ხო, ფოსტა. წერილები გვაქვს ვისაცინე, აბა დაცვას რა უნდა? აი. შემოწმებინეთ დაცვას. დოკ ნომერ 2-თან მიდიო, აი აგერ არის დოკი და აქ უკვე ეს წერილები გვიმაქვს რაღაც. აი დავაყენებ და უფრო ზუსტად გავიგებ რა მიგვაქვს. ნომერი 2-თან მივიდეთ. აი ვიწრო შესაშველი კი აქვს. დოკი ნომერი 2. აქედან მივაყენე, მარცხნიდან მივაყენე. კარგად არისო, კარგი. ფოსტის რაღაც პლასმასის ნაწილები მიგვაქვს რა. ფოსტის ყუთებია შეფუთული. პლასმასი ხოთებს იმებში და იმაშია შეფუთული შეხვეულია და ყუთებში რო დეგენ რაღაცებს რო დებენ, აი პლასმასის რაღაც დანადგარები, პლასმასის ყუთები მიგვაქვს. ფოსტის ნახოთ მესამე პიკაპისა და გვაქვს სან-დიეგოში მივდივართ და რამდენი მაილია? 127 მაილი. 127 მაილი, ეხლა კი არის 2 საათი, მაგრამ იქიდან გამომდინარე სან-დიეგო, ლოს-ანჯელეს, სან-დიეგო ყველაზე ესეთი აქვია საწყობიანი ადგილია. ჩავართ. ნახოთ, ისევ საცობზე ვარ დამოკიდებულები. ჯერ დატვირთონეს და ჩვენ გზაში ვნახოთ. მოვასწრებ თუ ვერ მოვასწრებ. ესე იგი 127 მაილი მაქვს, ესე იგი ის სან-დიეგოში მუშაობენ 5 საათად. წავედით, ეხლა უნდა 127 მაილის 2 საათში კი გავივლი, მაგრამ ისე და ისე მეურდები. ეს საცობი მოგცემს მაგის საშუალებას. თითქოს ესეთ რეალიაში ვართ. დავატვათ და ვიწრო შესასვლელი ეს ოქრო. всё, წავედით. ნახოთ აბა მოვასწრეთ თუ არა მეგობრებო. ვიქტორინა თამაშდება, ვიქტორინა მოვასწრეთ თუ არა? მოვასწრეთ თუ არა? საერთოდ ლოს-ანჯელესის სან-დიეგოს გზა, აი მე მგონია რომ ყველაზე ესეთი გადატვირთული გზა არის, მაგრამ ის 2 საათია და აი მაგას ვიცახი თუ შეიძლება არ იყოს ესეთი გადატვირთული და აი მე 4 საათის შემდეგ იწყება პრობლემები და ნახოთ, იმედია გავართოთ. ნახეთ ეს ტრაილერის ის გავიდა. მაშინ რომ მომივიდა ქალმარ ვარ დამით, მაეზე არ უთმობდა ეხლა ესაც ის გაეწია. პოლიციანის გაჯიუტება ამ პრობლემებს რა. და ვერ ეტევა, გადი რა. სოლიდარობა გამოვწად იმ ტრაილერის დროს. საერთოდ აი რო ხედავ ამ ხელა მანქანაა, ცოტა გაიწიე რა, გაატარე რა. ჩემი კარი მეკუთვნის, ხოთი ეს. ადამიანთა უფლებების ეს ძალიან გამწვანებული რო აქვს რა ზოგიერთის. აფტენილებს. კარგი, წავიდეთ, გავაქცევთ, აბა მოვასწრეთ თუ არ მოვასწრეთ. აი, გამოვედით ტრასაზე 405 და მე აი ესე დავეშვებით, მე 5-იან შევუერთდებით და სან-დიეგომდე ვივლით. თუ ასე ვიარეთ, ძალიან მაგარი იქნება. ესე იგი წეღანას თქვი რა, ესე იგი ლოს-ანჯელესიდან სან-დიეგომდე ძალიან გადატვირთული გზა არის. ნუ 1, 2, 3, 4, 5, 6 და იქით კიდევ 2 ფასიანია რა. იქით რომ მიდიხარ და აქეთაც რომ მოდიხარ და აი საღამოანებში თუ მოხდი აქა, ესე იგი თავბეტი უნდა დაიწყო რა და აი ჩვენ გაგვიმართლა 3 საათია და აი ესე თუ ვიარეთ ხო მაგარია და თუ მოვასწარით, ლეპოტა იქნება, ლეპოტა.
ისე ვისაც მანქანის ტარება უყვარს და ეს ნებიურობს მანქანის ტარებით, აი ამ ხელა ფართო გზაზე კი არის ასიამოვნო სიარულე, თუმცა დიდი სიჩქარით არ შეიძლება, ხო? არა, ბოდიშით ეს კალიფორნია საერთოდ წესია, რომ 55-ზე მეტით არ შეიძლება სიარულე და სუბუქ მანქანით კი შეუძლია 70-ით იარო. მილით სიჩქარეში, ესა საათში მილით. ჩვენი ჯორჯიც ნებიურობს, რა ჯორჯი? დაკარგია რა, საცობები არ არის და ესე ნენელა მიუყვები. ისე სულ მიკრის რა, მაინც როგორი გადატვირთულია ეს აქეთ მხარე, ესე იგი ლოს-ანჯელესი, სან-დიეგოს მხარე. ძირითადად მაინც ეს თანამედროვე ონლაინისი და კომპიუტერული ტექნიკის წარმოებებით და სპეციალისტებით არის ეს მხარე გადატვირთული რა. ჩვენ მართალია გზიდან ვიყურებით კედლებითაა დაფარული სახლები, მაგრამ ალბათ გავივლით ცოტა ისეთი ლამაზ სახლებიც არის და თუ ნახეთ კარგი იქნება. თუ არა და ესე შემოზღუდულია, რო შემოფარულია ეს კედლებით სახლები. გავთქმეთ კალიფორნიის ბუნებით. გზაზე რა, უпростоეთ ავტოტრასაზე. რამდენი სასტუმრო მარიოტი, იქით ჰაიატი, აქეთ რასთან Holiday Inn-ი, მაგრამ აი კალიფორნიაში რაც მომწონს ეს არის რომ სუკაი ამინდია რა. ეხა ამერიკის ეგეთ თოვლი სიცივე ყველა სიცივით ემზადება, აქ არავინ არ ფიქრობს მაგაზე. იციან რომ სიცივე არ იქნება და გაზაფხულია, ყოველ შემთხვევაში ზამთარში, ზაფხულში კი ცხელა, მაგრამ ზამთარში ძალიან მაგარია. ვაკე კალიფორნია და ცივილიზაციის მონაპოვარი აქ უკვე გადადის ტანჯვაში. მოვხდეთ საცობში. ვიცი, არ ამგონია რომ მოვასწროთ. გააჩნია რამდენი ხანი გაგრძელდება ეს. აბა. ეს წყნარი ოკეანის გამოჩნდა. ისე ერთხელ კიდევ ხარ ჩავხდეთ წყნარ ოკეანეში. ისე ლამაზი სახლები კი არის, ხო? თავისებური დიზაინით. საშუალო კლასი ცხოვრობს რა, აქ ვერ ითქვა რომ მილიონერები და ასეთი ტიპები. საშუალო შემოსავლის ხალხია, თეთრი სახლებია ძირითადად. ჩამოსვლაზე პირველად მოვედით ხარა წყნარ ოკეანეში. ისე რომ შეხედო რუკას რა შორსაა ვარ საქართველოს. ეს ველური სანაპიროა და მე თუ განვითარდება, მე უკვე კარგად გააკეთებენ თავისი სასტუმროებით, გესტ ჰაუსებით და ასე შემდეგ.
მოვედი და აგერ ცარიელი მანქანა გააჩერეს. რა უნდა წესრიგში კონდეს მანქანა და რაც უნდა ახალი იყოს ამ ფორმი ახალს რო ნახულობ მაინც გივლის რა ტაში რა არ გინდა რა ეს ზედმეტი კითხვა ოკეანის ტკბობაში არ გაიჩიტნენ ეს ფორმიანი ხალხი გვინდა კაცო წყნარ ოკეანეს უყურე და ნებიურო და მაინც აქ მოვიდა წავიდეთ რაღაც კარგად ვიდივართ და თუ მოვასწარეთ მაგარი იქნება გავიჭეთ რაღაც დაგჩა სულ რაღაც 40 მილი და სან-დიეგოს მისასვლელთან აჯერა სან-დიეგო კიდევ შორს არის მაინც მოხდით საცობში მაინც დავტყვეთ მოსწრებით ვერ მივახსენებთ ეხლა თუმცა რა ვიცი ეხლა 5 საათ 6 საათამდე თუ მუშაობენ მაგრამ რა ვიცი რას გაიგებ თუ რა და მაშინ ხარ მოგვიწევს ახლა ახალგაზრდობა ხიძე დგას დროშებს იქნევენ და აბა ის აუწიერ სიგნალი გააკეთე სიგნალი და გაუკეთე როგორ ხარია და მე ეს უკეთებს სხვა მძღოლმაც ამიბა მხარი რა გამაკეთე სხვა საქმე მაინც არა მაგრამ ნელა მივდივარ სიგნალი დავაჭირე და გაიზრა პროფკა გაიხსნა ვითომ დროშებს რო იქნებდნენ იმითო იყო ის აცობე რას გაიგებ აბა წავიდეთ ასეთი რაღაცები ხდება გზაზე გზის ამბები კარგად მივდივართ კარგად მაგრამ რა ვიცი აბა ესე იგი იქნებით 6-ის 20 წუთზე და იქნებიან ეტავის საწყობში ვერე და მაინც მოხდით საცობში სამწუხაროდ ვერაფერსაც ვერ ვასწრებთ. საწყობი იკეთება 6 საათზე, უკვე 7:09-ია. მოვდივარ ამ იმაში და ესე უკვე 20 მაილით მოვუდი 6 საათით გავლა და კიდევ ერთი 20 მილი გასავლები, მაგრამ საწყობი გადავრეკე და საწყობი პაკეტია. ეს ამაზე კი არის აქაურობა რა. ფინანსურ ამბავში რა შვებით, არაფერსაც არ შვებით, თავარი არ ვინერიულოთ. ეხლა მე მაშინ პარჩეზის ესე იგი ვადილით უნდა დავტვირთო დიდით და მე კიდევ მე-4-ზე წავიდე ესე ნოგალეში. ესე იგი ისე უნდა დავალაგო რომ მოვახსოვო და იქა ნოგალესი არის
არიზონას და მექსიკის საზღვარზე ქალაქია. იქამდე არის 600 მილი. იცი უნდა გავაკეთო, რომ 5 საათამდე ჩავიდე. ესე იგი, თავარია მე ხვალ დავატვირთვინო. დღეს რო ამეღო და წავსულიყავი, თავისუფლად 3-4 საათი რომ მევლო, იმას გავტეხავდი, ნოგალეში ჩავიდოდი. ვთქვათ, შუა დღეს წყნარად დავტვირთავდი, წამოვიდოდი და ესე. ახლა უკვე მომიწევს დატვირთვა მომიწევს. ანუ ჯერ ხვალ უნდა დავტვირთო და მერე უკვე ძალიან დიდი სისწრაფით ჩავიდე ნოგალეში და მერე იქითკენ წავიდე ოჰაიოში და ილინოისში. ეს ცოტა მომიწევს ღამე სიარული. რო ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, არ მივიღე, სწორი გადაწყვეტილება რა თქმა უნდა მივიღე, იმიტომ რომ აი ესე მეორე თვით უნდა წამეღო, მაგრამ აი საცობების გამო როგორ არის, როგორც გინდა იყოს კარგი, მაგრამ გამოდის როგორც არ გინდა. ესეთი რაღაცა მოხდა. ძნელია, თუნდაცაწყვეტია, მაგრამ ვერაფერს ვერ იცავ. აი ესეა ცხოვრებაშიც. სულ ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული, რაღაცაზე გინდა კარგი, გინდა რაღაცა, აი ჰუი და მაინც ვიღაცა განაგებს და ვიღაცა თავის ჭკუაზე გათამაშებს. თავარი არ ათამაშდე და აი არ აიცრუვო, მაგრამ სანამ ცოცხალი ხარ, კაცმა უნდა იბრძო. ამ შემთხვევაში აი ვერაფერს ვერ გააკეთე. იქით ცალკე ფასები დაბალი, აქეთ საცობები, იქით ისა, ეგით ასე და აი ტრიალებ როგორც ციყვი გალიაში. ცალკე ეს ზიხარუყი ამდენი ხანია ვარჯიში, ფიზიკური ისა და ყველაფერი ერთმანეთის კომპლექსში, რომელიც ადამიანზე ძალიან მოქმედებს და არ უნდა მიიღო, თქვა სიტყვით ეს ადვილია, მაგრამ ადვილი და კარგისკენ უნდა მიისწრაფო. ცუდმა შეიძლება ჩაგვითხილოს. მომეთანხმებით მეგობრებო და ჩვენი მეგობრები და ჩვენი არხიც მაგას ემსახურება. არაფერს არ შეგვეშინდეს და ვიყოთ მოტივირებულები და ფრთები არ დავყაროთ. კარგი თუ აზრი აღარ აქვს მეგობრებო, აი ეს დავამთავროთ და ხვალად მერე გაჩვენებთ მოვასწრეთ თუ არ მოვასწრეთ. სიტყვში ერთ სიტყვით აი ეს ციკლი ასეთი ბრძოლის, ასეთი მძღოლური, როგორ ვთქვა, წვრილმანები, რომელიც აი ამ შემთხვევაში ხდება. დაბალ ფასებიდან გინდა გამოხვიდე, რაღაცა გამოასწორო და ფარშეს რომ ვეძახით, ფარშერის ცუდი და კარგი მხარე. კარგი დაგემშვიდობებით. ხვალამდე ხვალას გავაგზავნოთ ეს ციკლი. ფარშერის ცუდი და კარგი მხარე. კარგად.